ეთერშია კურიერის სპეციალური გამოშვება ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ვიცე-პრემიერის რეგიონული განვითარების მინისტრის ბრიფინგი იწყება. ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ მამუკა მდინარაძის განცხადებას. მინდა საზოგადოებას ვაცნობო ჩემი პირადი ერთი გადაწყვეტილების შესახებ. მე მივიღე გადაწყვეტილება რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო ამ თემასთან დაკავშირებით. Შემიძლია გითხრათ რომ ჩემთვის ეს 10 წელი რომელიც პოლიტიკაში ვიყავი იყო შრომის სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი ერთი ბედნიერებაა ქართული ოცნების გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქართული ოცნების თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევრს, თითოეულ ლიდერს. ბატონი ბიძინა ივანიშვილთან დაწყებული დამთავრებული რიგით ჯარისკაცამდე როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე, იმიტომ რომ თითოეულ მათგანს ყველას უკლებლივ თავისი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობის მისი იმ დონეზე მიყვანის საქმეში, რა დონეზე ჩვენ დღეს ამაყად შეგვიძლია ვთქვათ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ არაერთხელ ნათქვამ სიტყვებს. არასდროს საქართველოში არ იყო ეს სიტუაცია რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდა აქ ქართველების, ქართველი ხალხის და ჩვენი სამშობლოს შესახებ და დღეს ეს სიტუაცია ნამდვილად გვაქვს. ამიტომ მე მადლიერი ვარ ყველა ამ გადაწყვეტილების, რომელიც ამ საერთო დიდი საქვეყნო მიზნისკენ რითაც მივდიოდით. და ძალიან მოკლედ ასევე გეტყვით რომ მადლობას ვუხდი რა თქმა უნდა ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა მეტი ყურადღება მივაქციო. ძალიან გულწრფელად გეტყვით იმასაც რომ 10 წლის განმავლობაში თუ პოლიტიკაში ჩართული ხარ ბოლომდე და ეს არ არის რაღაც შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობაც არის მაქსიმალური, არის ურთულესი და არ არის მარტივი ამბავი და მე მინდა რომ დააფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დგას ხოლმე, ურთულესია, როდესაც ეს პასუხისმგებლობა და ეს ჩართულობა უზრუნველყოფილია ადამიანების მხრიდან. მე დავრჩები კითხვებზე, ყველა თქვენ კითხვას პასუხს გავცემ, თუ რატომ როგორ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ ადამიანებს, თითოეულ მხარდამჭერს, მათ შორის არა მხოლოდ ჩვენი გუნდის წევრებს, ვინც სტიმულს გვაძლევს ხოლმე იმისათვის, რომ მეტი ჟინით ვემსახუროთ საკუთარ ქვეყანას. მოგესალმებით, ტელეკომპანია იმედი, ნინო არღლიანი. პირველი კითხვა არის, რატომ ბატონო მამუკა, რატომ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე და შემდეგ უკვე სხვა კითხვასაც. ამ დღეებში მოისმენთ დაახლოებით 100-მდე ვერსიას, ხო დარწმუნებულები ხართ. მაგრამ შეიძლება ვიღაცისთვის ყველაზე დაუჯერებელი იყოს, რომ მართლა ჩემი გულწრფელი სურვილი იყო, რომ ამ ეტაპზე მე არ გეუბნებით რომ დაბრუნებას ვაპირებ ან წინასწარ ვეკეთებით ამათ დაბრუნდებით არ დაბრუნდებით თუ დაბრუნდებით თუ ძალიან დავჭირდები და უშუალოდ და სხვა გამოსავალი არ იქნება საკუთარ გუნდს მარტო ამ შემთხვევაში აქედანვე გარანტირებულად შემიძლია გითხრათ რომ რაღაცა გვერდებიდან შემოსვლას რომ შემოჩოჩებას რო ცდილობენ ხოლმე პოლიტიკაში ეს ჩემგან არ იქნება ჩემი სტილი რომ არ არის ალბათ ბევრი ამაში დარწმუნებული ვზანდებით ეს ერთი ასევე გეტყვით რომ მეფიქრა დაუშვათ რომ თქვათ რეგიონებს ვინც მიხედავს ასეთი ჩემს გარდა არავინ ამ გუნდში ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას დღეს ჯერ წუხელ პრემიერ-მინისტრს დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრე დღეს დილით ასევე ვესაუბრე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს და ჩვენ სამ ადამიანს შორის დეტალებში ჩავდივარ სპეციალურად შედგა ეს საუბარი რომ მე მირჩევნია გავიწიო ბევრი ესეთი ასაკიშვილები მყავს ბევრი საკითხი იყო რაც შეიძლება გარეთ ცოტა დამაჯერებლად არ ხმოვანდებოდეს ხოლმე საერთოდ ხანდახან არის რომ შეთქმულების თეორიები უფრო დამაჯერებელ ხასიათის ძენს ვიდრე რეალობა რაც არის შეიძლება ამასთან მქონდეს ამ შემთხვევაში საქმე მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა იყო ნამდვილად ჩემი ინიცირებული ამაზე ბევრი კითხვა დაისმება და ამიტომ ვუსვამ ხაზს ეს ერთი ასევე შემიძლია გითხრათ რომ ამის უფლებაც ავიღე რომ გუნდის იმ ორი ლიდერის მხრიდან ბატონი ბიძინას და ბატონი ირაკლის მხრიდან არ იყო თავიდანვე ის რეაქცია რომ დამთანხმებოდნენ მაგრამ
მე დავარწმუნე რომ ჩემთვის ასე ჯობდა და არ იყო თქვა ჩემი პოზიცია დღეს ისეთი რომ შემცვლელი ვერ გამოიძებნა თვინმე და დამთანხმდნენ საბოლოო ჯამში მე მადლიერი ვარ ამის და მე ვფიქრობ რომ სხვა სფეროშიც თუ ჩემ ძალებს მოსინჯავ პირადად ჩემთვის და უკაცრავად რომ საკუთარ თავზე ვიფიქრე და საკუთარ ოჯახზე ცოტა პოლიტიკოსისგან ეს ვთქვათ შეიძლება კარგად არ ხმოვანდებოდეს მაგრამ ჩემთვის შეიძლება უკეთესი იყოს ასე ვიფიქრე სიმართლე გითხრათ გუშინ არ დამიწყე ამაზე ფიქრი ბოლო კვირების განმავლობაში ვფიქრობდი ბევრს თქვენ თქვით რომ ბევრი ვერსია იქნება და ალბათ უკვე დაიწყო სოციალურ ქსელში ამ ვერსიებზე საუბარი და საინტერესოა თქვენგან პასუხის მოსმენა ხომ არ უცხოდა რაიმე ტიპის აზრთა სხვადასხვაობა რაიმე საკითხზე ან დაპირისპირება გუნდში სხვა ლიდერებთან გამოურიცხოთ პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ პრემიერისა და პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა საქმის კურსშიც კი უკაცრავად ყველასთან ჩემ მეგობრებთან ჩემ თანაგუნდელებთან ეს ასე ჯობს ხოლმე წინასწარ გახმაურებას და აჟიოტაჟის ატეხვას არავისთან გამოვლია კონსტატაცია უცბად გეუბნებით წუხევ შედგა საუბარი ჩემსა და პრემიერს შორის დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ ამ თემაზე ბევრ თემაზე ვისაუბრეთ ამ თემაზე ძირითადად და დღეს დილით 10 საათზე სამ ადამიანმა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ვილაპარაკეთ ეს იყო სულ ოს სხვა თემას დღეს ვერ გავი გამარჯობა რუსუდან დუმბაძე დავიჭირველი. პირველმა ცრემლი არ დამანა. პირველი კითხვა დაისვა რატომ გადაწყვეტეთ რომ გრძელი პასუხი გაეცით, მაგრამ მაინც ვერ გავიგეთ. მე პირადად ვერ გავიგეთ. კარგი, რატომ გადაწყვეტეთ? რამდენიმე კვირის წინ როცა დაიწყეთ ამაზე ფიქრი, რა იყო ის მომენტი თუ შემთხვევა, რამაც გაფიქრებინათ რომ ჯობია გვერდით გაიწიოთ, იმიტომ რომ ესეთი სიტყვები თქვით, ჯობდა გვერდით მირჩევნია გავიწიო. რა მოხდა ასეთი? ასეთი არაფერი მომხდარა. არც ისეთი არაფერი მომხდარა. 10 წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ გავიმეორე, პრინციპში მეგონა ვთქვი და რადგან ვერ გაიგეთ, სხვაც აღმოჩნდება ისეთი ვინც ვერ გაიგებს და ამიტომ გავიმეორე. 10 წლის განმავლობაში მართლა თუ პოლიტიკაში ჩაბმული ხარ თავიდან ბოლომდე და ჩართულობის ხარისხი, ინტენსივობა, პასუხისმგებლობა შესაბამისია არ არის მარტივი ამბავი. გულწრფელად გეუბნებით მარტივი ამბავი ეს არ არის. და კიდევ ერთი გითხარით და კიდევ გავიმეორებ. დღეს რომ ვფიქრობდე მე, რომ რეგიონალურ მიმართულებას ქვეყანაში ჩემზე უკეთად ვერავინ მიხედავს და ნამდვილად მიხედავენ ქართულ ოცნებას, აქ პრობლემა არ აქვს კადრის. მაშინ მე აქ გამოვიყენე მგონი წეგანე სიტყვა, გვერდით არ გავიწეოდი და არ დავტოვებდი არც პოლიტიკას, არც თანამდებობას და ასე შემდეგ. ასე რომ მეფიქრა, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობ, რომ უამრავი ლიდერია გუნდში, ვინც ამ მიმართულებასაც ძალიან კარგად მიხედავს და აქედან გამომდინარე რომ გითხრათ რომ აი აუცილებელი საჭიროება ეხა მაინც და მაინც ჩემი ყოფნის იდგეს ასე ვიფიქრე მასაც გულწრფელად გეუბნებით და ამან დამაწყებინა ფიქრი შეიძლება პირველი ნამდვილად ვერ გეტყვით რომელ მომენტში რაზე დავფიქრდი პირველად ამ მიმართულებით მაგრამ ჩემთვის ერთი ადამიანის რომელსაც 10 წელი ამ ინტენსივობით ამ ჩართულობით ამ პასუხისმგებლობით გაატარა და მე მგონია რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი რაღაცებში ამ ქვეყანაში შეტანილი მაქვს ჩემი ძალიან მოკრძალებული წვლილი მე ვფიქრობ რომ ცოტა დასვენებასაც და საკუთარ ოჯახს და თავზე ზრუნვასაც ვიმსახურებ და ჩემი შვილები რა ვიცი ერთი 9 წლისა მეორე 13 და პრაქტიკულად უჩემოდ გაიზარდნენ რომ მიტყვიან და რაღაც ადამიანური მომენტებიც მინდა დავიდე. იცით რა მინდა გკითხოთ? კერძო სექტორში ალბათ უფრო კერძო სექტორში შეიძლება ბიზნესშიც მოსინჯოთ ჩემი ძაღლი. ნახოთ. არ ვიცი, სხვათა შორის გინდა მიჯერეთ, გინდა რა არ მიფიქრია. ხანდახან მე რომ ადრე ხუმრობით ამ თემაზე მილაპარაკია, შეიძლება ჩემზე ცნობილი ადვოკატი ბევრი არ იყოს აწლეული ამ ქვეყანაში თქო, ამაზეც მიხუმრია, მაგრამ ახლა სერიოზულად ამ თემაზე არ მიფიქრია, სიმართლე გითხრათ. შეიძლება ბიზნესში მოსინჯო, უდიდესი ალბათობით ჩემი ძალები, იმიტომ რომ აზარტული ნამდვილად ვარ ამ მიმართულებით, არა იმ მიმართულებით, რასაც კლასიკურად ეძახიან. დაახლოებით 1 თვის წინ თქვენთვის გადაწყვეტილება იყო მიღებული, ეს იყო ალბათ 23 ივლისი, ან 27 ივლისი, არ ვიცი, 1 თვის წინ ირაკლი ყობახიძემ
ირაკლი კოლბახიძემ გამოგვიცხადა, რომ თქვენ აღარ იქნებოდით კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და რეგიონული მიმართულებით საჭირო იყო მამუკა მდინარაძე. ამიტომ მოხსნეს ის რამდენიმე თვიანი თანამდებობიდან, რომელსაც მანამდე იკავებდით. აი დღეს ამბობთ, რომ ჩემზე უკეთესი რომ არავინ იყოს და ამაზე ვფიქრობდე, ალბათ არ წავიდოდიოდა. ესე იგი თქვენი საჭიროება მაშინ ირაკლი კოლბახიძემ დაინახა და ამაზე შეთანხმდით, რომ რეგიონებისთვის უნდა მიგეხედათ. აი აქედან გამომდინარე დღეს სრულიად მოულოდნელად ისე რომ თან კონკრეტულ შემთხვევას ვერ ასახელებთ რამ გაფიქრებინათ საერთოდ პოლიტიკიდან წასვლა. რამდენად გულწრფელად გამოიყურება თქვენი აზრით თქვენი ეს მტკიცება? ჩემი ხო უნდა თქვა გულწრფელად გამოიყურება თუ არა, მე გულწრფელად გელაპარაკები და თქვენ როგორ გამოიყურება თქვენ განსაზღვრით. ერთი თვის წინ თქვენზე უკეთესი კადრი ვერ მოძებნეს და თქვენ გადაგიყვანეს ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციაში. წარმოდგენა რომ მე ვარ საუკეთესო პოზიციაზე და მე თვითონ შეიძლება ასე არ მიმარჩნდეს. თანამდებობის უფლებას მძღვართ თუ შეიძლება. ბატონო მამუკა, ბოლო დღეებში თქვენზე ბევრი კითხვა გაჩნდა ირაკლი ღარიბაშვილის წერილებიდან გამომდინარე. ის ორ წერილში გასახელებთ თქვენ, რომ გაუგზავნეთ წერილი, შეთავაზეთ კონკრეტული ბრალის აღიარება პოლიტიკაში დაბრუნების პრევენციისთვის და ამის შემდეგ თქვენ პოლიტიკას. ეს მომენტები შემთხვევა დროში? ერთ რამეს გეტყვით, წერილი ღარიბაშვილის კი არა, არავისთვის არ გამიგზავნია, მესიჯს თუ არ ჩავთვლით სატელეფონო, არავისთვის ცხოვრებაში არანაირი წერილი გამიგზავნია, არანაირი, არასდროს. სხვა პირის მეშვეობით ხომ არ შეუთვალეთ ის, რასაც წერს ირაკლი ღარიბაშვილი? ანუ წერილი გამომიგზავნა ხო თქვა? და მე ჩემი კითხვაა, შეუთვალეთ თუ არა სხვა პირის მეშვეობით? რომ დათანხმებულდა კონკრეტულ კორუფციულ დიახ, რასაც წაიწერა, იცით თქვენ? წაკითხული გავთვის წერილი? რაც გამოაქვეყნა. ანუ მისი მხარდამჭერის პოზიციიდან უნდა მელაპარაკა, ხო? ის წერილი ჩემი ყოფილიყო. დავანებოთ, აი მივყვეთ ლოგიკას. ეხლა მაქვს თავისუფლად საუბრის საშუალება. მისი მხარდამჭერის პოზიციიდან არის წერილი დაწერილი, ხო? მამუკა მდინარაძე რანაირად შეიძლება რა ყოფილიყო? აი სად არის ლოგიკა, აბა თქვენ მითხარით. ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენ ორი გზა გვაქვს და რაღაცები ეწერა, ხო? ან უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, მამუკა მდინარაძე წერდა ვიბრძოლოთ ბოლომდეო? არა. სერიოზულად უყურებთ ამ საკითხს თქვენ, ხედავთ? არა, შემდეგ წერილში ასეთ რამეს ამბობთ, რომ მამუკა მდინარაძე, მაგრამ ერთი წამი მე როგორ გავიგეგეთყვით. მამუკა მდინარაძემ სხვა პირის მეშვეობით ჩემი ოჯახის წევრს თუ ნაცნობს გადასცა. წერილიო და შესაბამისად ეს ოჯახის წევრი არასდროს მეც კი ეს ერთი. და მამუკა მდინარაძე კითხვაზე მიყავს. არა. არავით არის კავშირი თუ შემოთვლა თუ ასე შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილთან არ გქონიათ. აი პირდაპირ გეუბნებით, მსგავსი საკითხებით მე არასდროს ყოფილა დაკავებული, მით უმეტეს წერილი ჩემს ცხოვრებაში არ გამიგზავნია არავისთვის. და არანაირ წერილი. არა მეთქი გიბასუხეთ სამჯერ და რა რატომ საუბრობს მაინც და მაინც მამუკა მდინარაძეზე ირაკლი ღარიბაშვილი? ის მას უნდა გითხო, მე რა ვიცი რა საუბრობს. და თქვენი აზრით საერთოდ აბსურდია, რასაც ის წერს? დიახ. საიდან შეიძლებოდა სწოდნოდა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ მისთვის რაღაც ბრალდება მზადდებოდა? რამდენიმე დღეში მოხდა მისთვის ბრალდების დადგენა? საქართველოში რთულია ხოლმე ინფორმაციის მიღება? იურისტები ამბობენ, რომ ასეთი პატიმარს არ უნდა სწოდნოდა, დიახ. ყოფილ თავდაცვის მინისტრს კითხავენ, იქ რაღაცა განთქმითი ჩვენება ეგრეთ წოდებული რომ არის. ამის შესახებ ინფორმაცია მიიღო ყოფილ პრემიერს, ეს გიკვირთ თქვენ? ირაკლი ღარიბაშვილი რომ უპირისპირდება ქართულ ოცნებას, ეს უფრო მიკვირს და ეს იყო მოულოდნელი. ამ ფონზე როცა მოულოდნელად იწყებს ის საუბარს და მაინც მამუკა მდინარაძეს ასახელებს და რამდენიმე დღეში მამუკა მდინარაძე ჯერ არ დაკავებული პოსტიდან და პოლიტიკიდან მიდის. ეხლა საკუთარ თავზე გინდათ რომ ალაპარაკოთ და რაღაცა გინდათ რომ პასუხები მინდა. ახლავე. რატომ საუბრობს ღარიბაშვილი მაშინ თქვენზე? არ ვიცი. ახლა ზედაპირული ვარაუდი ზედაპირული შეიძლება გამოთქვათ რომ მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც ერთი წამით უკან არ დახეულა კორუფციასთან ბრძოლაში. და თუ კი ვინმე განაწყენებულია იმაზე, რომ სუსი აკავებდა ადამიანს კორუფციაზე, კორუფციულ დანაშაულზე, მაშინ როდესაც მამუკა მდინარაძე იყო სუსის უფროსი, შეიძლება ამასაც მივაწეროთ, მაგრამ მე არა ვარ ამაში დარწმუნებული, ეს აინძამეთ ასე იყო, შეიძლება ვიღაცას მამუკა დავალღობეთ მოეჩვენა, მას შემდეგ რაც იმ თანამდებობაზე აღარ იყო 10 შეიძლება უარეს თქვა და ასე შემდეგ. დაუშვათ, ხო? მაგრამ ერთ-ერთ ზედაპირულ ვარაუდად შეგვიძლია ეს გამოთქვათ. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ამასაც ავიტანთ და კიდევ ბევრს ავიტანთ, რამდენიმე დღის წინ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრის დროს ამბობდით და დღეს პოლიტიკიდან მიდიხართ. ბრძოლიდან მიდიხართ? Როგორი ბრძოლიდან მივიდა? კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას გავეცალე რეგიონებში, მე ჩემი საქმე იყო კორუფციის წინააღმდეგ, ჩემი საქმე იყო მენეჯმენტი და მენეჯერი სხვას მოიძებნება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მე ჩემი გავაკეთე, იქიდან სხვა თანამდებობაზე გადავედი და მე მიმაჩნია რომ იმ თანამდებობაზე სხვას მშვენივრად გაართმევს თავს. სადაც საჭირო ვიყავი, ყოველთვის იქ ვიყავი.
კი ბატონო, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებში მამუკა მდინარაძის თქვენი სახელი გვარის სცენებით ამ ბრიფინგიდან კიდაც გაიტანოთ ღარიბაშვილის თემა, ძირითად თემა და ვერ გაიტანა კარგად ამ. სხვა კითხვა ხო არ აქვს? არა, ბატონო მამუკა, დროში ემთხვევა და არაფერ შუაშია, მოკლედ. ნეიტრალური დამკვირვებლობის გარანტირებულად შეუძლებით ბუნებრივად დასვამ და კითხვას ისევე როგორც ნახეთ, რამდენი წელი არ უნდა გავიდეს? არა, თქვენ ნეიტრალური დამკვირვებლები ვერ იქნებით TV პირველი. კი გეხუმრეთ. თქვენ ეს თქვენი შეფასება. მეგეუბნებთ რომ თქვენ ნეიტრალურ დამკვირვებელსაც ეკუთვნოდა კითხვა. გავიგე. ახლა ნახეთ. 4 თუ 5 კითხვა დაასვით უკვე კონკრეტულ პირზე. და მე უკვე მოქალაქის პოზიციიდან გელაპარაკებით, როგორც კი თანამდებობის პირი, უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობის პირი გააკეთებს განცხადებას გადადგომის შესახებ, ის გადადგომ უკვე მისი თანამდებობას აღარ იკავებს, უკვე წარსულია. შესაბამისად, მოქალაქის პოზიციიდან ამაზე ბევრს ნუღამა ლაპარაკებს, თუ შეიძლება 4 კითხვაზე 4-ვეჯერ ამომწურავად გაგისწროს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის აი ამ წერილებით არა. პრობლემა შეუქმნით პარტიას და აჯობეთ გაცლა? არაფერ შუაში. არაფერ შუაშია საერთოდ. კარგი. ბოლო კითხვას დაგისვამთ, თუშინ ირაკლი კობახიძეს ესაუბრეთ, დღეს ბიძინა ივანიშვილს. არა, დღეს არ ვთქვათ, მხოლოდ გუშინ ირაკლი კობახიძეს, დღეს ორივეს ერთად. ბატონ ირაკლის, ბატონ ბიძინას. შეგიძლიათ გაგვიმხილოთ ბიძინა ივანიშვილის პოზიცია? იყო პოზიცია, რომ მე ეს არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ თუ მაინც და მაინც შემდეგ მე ვცდილობდი, რომ ჩემ საჭიროებებზე რაც თქვენ გელაპარაკეთ, ცოტა სხვა კონტექსტშია ხასეთი საუბარი, რაც კამერის წინ არის, არ ხდება ხოლმე, ხო? უფრო შინაურული საუბარი მიდის, ხო, ბუნებრივი ამბავია და კი ბატონო, ბოლოს გაიგეს ჩემი გადაწყვეტილება და ისე დავშორეთ ერთმანეთს. ძალიან დიდი მადლობა, თუ გითხვები? ბრძანეთ. მოგესალმებით, ბატონო, მამუკა, თქვენ ბრძანეთ, რომ თუ საჭირო გახდა, ნუ ყველაზე არ ვიცი თქვენთვის როგორ ეს უნდა იყოს ძალიან რაღაცა ისეთ ხარისხს, რომ საკუთარ გუნდს უნდა დავჭირდე არაბუნებრივად. მე იმედი მაქვს, რომ ასე არ დავჭირდები და ვიღაც იქნება სხვა, რომელიც იმ საქმეს გააკეთებს, რასაც ვთქვათ, მამუკა შეუცვლელი არავინ არის, მე ესე მიმაჩნია ბუნებრივად, გულსფრელად და თუ ამას ვიტოვებ დაზღვევის მექანიზმად საკუთარ თავთან და თქვენთან და საზოგადოებასთან მართლა ვიყო თუ როდესმე დავბრუნდი არ ვფიქრობ ახლა მართლა არ ვფიქრობ მაგრამ ეს იქნება რაღაცა აუცილებლობიდან გამომდინარე რომ გუნდს შეიძლება დაჭირდე ძალიან ხა მე გარედან ვისი მხარდამჭერი და ვისი ოჯახის წევრი და სად ვიქნები ალბათ დარწმუნებულები ხართ თქვენ თვითონ ვინც არ უნდა ეხა კრიტიკულად აქედან სვავდნენ შეკითხვას ყველა მიცის და ყველა ხვდება ოდნავ მაინც თუ მიცნობს სხვანაირად მე ვერ ვივლიქ ზიგზაგებით როგორც დადიან ხოლმე ვიღაცები ამ სტილის ადამიანი არასდროს ყოფილი ვარ და არასდროს ვიქნები მაგრამ მეორე საკითხია ერთადერთი 1%-იანი დაზღვევისთვის თქვი ეს ამბავი ანუ ძალობანადაც შეიძლება არა საერთოდ არ ვფიქრობ არ ვფიქრობ საერთოდ ამაზე იმ შემთხვევის იმ თეორიული შემთხვევის გარდა რაც თქვი დიდი მადლობა ნახვამდის პირდაპირ ეთერში უსმენთ მამუკა მდინარაძეს ის ვიცე-პრემიერის და რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას ტოვებს. მისი განცხადებით ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება. თანამდებობასთან ერთად მამუკა მდინარაძე ტოვებს პოლიტიკასაც და როგორც ამბობს გადაინაცვლებს კერძო სექტორში. მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა ქართული ოცნების ყველა წევრს, ლიდერს, მხარდამჭერს და პირადად ბიძინა ივანიშვილს. მისივე განცხადებით ამ თემაზე ის ესაუბრა პრემიერს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს. მან თქვა რომ ამ ეტაპზე ეს იყო მისი სურვილი და მის მიერ ინიცირებული გადაწყვეტილება.